არც დახმარება მოწეს, არც არაფერი. ის 7-ში წავიდა რეზერვში და ერთმანეთს არ შევხვდრივართ იმის მერე. ძალიან გამიჭირდა. ცარელი კედლები გადახვდა აქ. მაშინ ადამიანი შვილი არ წაჭანებდა, ჩვენ ვიყავით მარტო. კედლები სუნთლიან დაბზარულია. გენპროკურატურამ დამასაქმა კიდევაც ბინას გადმოგცეს თანხად. აი 7 სული ვართ მაგ პენსიაზე. ომი აღარ გვიდა გათო. ომი არის საშინელება. ტყუიავის ბირჟაზე მთავარი განსახილველი თემა ომია. 4 წლის წინ მომხდარის დავიწყება აქჯერ შეუძლებელია. ადგილობრივები ირონიით ამბობენ, რომ საკუთარ სახლებში უცხოებივით ცხოვრობენ. ზონა არის, ინასტრანი ის არის, ზონა არის. ქართველები ვარ თუ ოსები ვართ აზიარობა. გაუცხოების მიზეზი ზოგისთვის კარმიდამოს დაკარგვა, ზოგისთვის უყურადღებობა. ომის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს ოჯახზე $15,000 კომპენსაციით აუნაზღაურდა, თუმცა უმეტესობამ დაზიანებული სახლების აღდგენაზე საკუთარი სახსრებით იზრუნა. საკმარისი არც კომპენსაცია იყო და არც დანაზოგი, ამიტომ დანგრეული და დამწვარი სახლების დიდი ნაწილი ომის კვალს ისევ ატარებს. აი ეს არის ჩემი სახლი. კედლები სუნთლიან დაბზარულია. რო მოვიდა კომისია. მე უნდა ეგა გამოლესეუდა იყოფა რაღაც. არც დახმარება მოწეს, არც არაფერი. მე გამისტურეს არის ეს. ტყუიავის დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლები აუშენეს. 15 კვადრატულიანი გამოსაზამთრებელი კოტეჯები ტყუიავის მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცა. თავდაპირველი გათვლით კოტეჯებს საცხოვრებელი სახლის ფუნქცია მხოლოდ გაზაფხულამდე უნდა ჰქონოდათ, თუმცა დაზარალებულების დიდი ნაწილი 4 წლის თავზეც კოტეჯებში ცხოვრობს. სულ ყველას უჭირს. დახმარება მოგცეს. 15,000 მოგცეს, მაგრამ ეხლა რომელ ვინას აღყოფნის 15,000 რა? 7 სულს ეკუთვნოდა 2 კოტეჯი. იმიტომ 7 სული იმ კოტეჯში როგორ მოთავსდებოდა? რანაირად? მე ხო სუნთქვა გინდა, ჰაერიც ხო გინდა. მაგრამ 2 კოტეჯი არ ჩამოდგეს. ჩვენ იქ ვიმალებოთ ეგ კუთხეში. ამ ტყუიებში გამოვიდეთ იქიდან კარიბუა გაუღო. და აი ტყუიები ერთი აქ არის მოხდა. ოსება დახვრიტეს ომიანობი დროს 12-ში. დაადგა იქიდანა და ის რო დავტუბათა. რო კარები დაკეტილად იყო. გივი ჩიხლაძეს კარგად ახსოვს 12 აგვისტოს საღამო. ამ დღეს ოსმა ჯარისკაცებმა მის სახლს ცეცხლი გაუხსნეს და ტრაქტორის წაყვანა მოინდომეს. პატრონმა არ გაატანა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ოჯახის უფროსის ძმა გელა ჩიხლაძე ჯერ დახვრიტეს, შემდეგ დაწვეს. ძმა დავკარგე, 2 დეიდაშვილი დავკარგე. მომიკლეს. ოსებმა დახოცეს ეგ. დახმარებები ჩვენ ოჯახი არა, მაგრამ სხვები ყოფილა სულ დახმარება არის და სხვები ვებულობენ თითოეული ოჯახი, გაჭირებული ოჯახებიო. და თქვენო მაღალი ბინა გაქვთ და არ მოგეცემათ სულ დახმარება. 11 ოჯახი 11 ადამიანი ცხოვრობთ აბინაში, 11. ჩიხლაძეების ოჯახი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ომის დროს ახლობელი დაკარგა. ჯაშაშვილების ოჯახის უფროსმა გმინის წოდება სიკვდილის შემდეგ მიიღო. 37 წლის რეზერვისტი კობა ჯაშაშვილი სიკვდილს ბრძოლის ველზე გადაურჩა. ოსმა ჯარისკაცებმა კი საკუთარი ეზოს ჭიშკართან დახვრიტეს. გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაციისა და საცხოვრებელი ფართის გარდა სამუშაო ადგილითაც დაეხმარნენ. რეზერვიდან რამოდენიმე კაცი გამოუშვეს. აქეთ სოფლებიდან ვინც იყო. და ის სახლი აქ დაიყვა სახლისი. მეზობლებმა შემოიყვანეს და მე ჩემმა მშობლებმა სარდაფში დაკრძალეს მეორე დღეს. 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შედეგად ტყუიავში ეთნიკური ნიშნით ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა ტყუიავი დატოვა. აქ დარჩენილები კი ცხოვრებას ჩვეული რიტმით განაგრძობენ.